9 მაისი. მოსკოვის ყველაზე დიდი ყოველწლიური წვეულება, რომელიც 10 წლეულებს ითვლის და თავდაპირველად გამარჯვების დღის აღლუმის სახით ტარდებოდა, საბჭოთა კავშირის გამარჯვების აღსანიშნავად გერმანიაზე დიდ სამამულო ომში. ეს მხოლოდ ჩემი საყვარელი დღე არ არის, რუსულ კალენდარში ახალი ვიდეო მასალის შესაგროვებლად. ის ასევე პოლიტიკური ინტრიგების საგანი იყო ყოველ ჯერზე, მას შემდეგ რაც შეჭრა დაიწყო. მე მაგალითად საკმარისად ასაკოვანი ვარ, რომ მახსოვს ის აბსურდული მედიასაუბრები 2022 წელს, როცა ხალხს მართლა ეგონა ეს. პუტინი ამ შესაძლებლობას გამოიყენებდა, რომ გამოეცხადებინა გამარჯვება უკრაინაში და დაებრუნებინა ჯარები ისეთ საზღვრებზე, როგორიც ადრე იყო. 48 თვე გავიდა და ომი ისევ გრძელდება. და ეხლა all წელს მთავარი ინტრიგა ისაა თუ რას შეძლებს რუსეთი აღლუმთან დაკავშირებით კიდევ გააკეთოს. ეს გამოწვეულია როგორც აღჭურვილობის დეფიციტით, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში დანაკარგებმა გამოიწვია, ასევე უსაფრთხოების გაზრდილი შეშფოთებით, შორი მანძილის დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების გამო. სახელი ეწოდა საყვარელი ვარდისფერი ფრინველების მიხედვით. და სანამ ამ ბევრად უფრო სასიამოვნო ვიდეო კადრებს უყურებთ, ნება მომეცით გადავიდე ბევრად უფრო სერიოზულ თემაზე, რაც შეიძლება მოხდეს წელს 9 მაისს. სპეკულაციები გრძელდება, რომ ამჯერად პუტინი შეიძლება იყოს სამიზნეში, რადგან კრემლი ღიად აცხადებს შემცირებულ აღლუმს და სხვადასხვა ცნობები მიუთითებს, რომ პუტინი აძლიერებს თავის უსაფრთხოების აპარატს. ამიტომ დღევანდელი დღის გეგმაში მინდა 3 საკითხზე გავამახვილო ყურადღება. პირველ რიგში განვიხილავთ 2 მოკლევადიან ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, რომლებიც მიზნად ისახავს მოსკოვში უსაფრთხო დღესასწაულის უზრუნველყოფას, მათ შორის ერთ-ერთი შეიცავს უკრაინული ტროლის სახუმარო ელემენტს. შემდეგ უფრო სერიოზულ თემაზე გადავიდეთ და განვიხილოთ ზოგადი უსაფრთხოების პრობლემის უკანდგომი სტრატეგია, რაც არა მხოლოდ გამარჯვების დღის თავდასხმებზე მეტყველებს, არამედ იმაზეც, რაც ამჟამად ხდება. და ბოლოს, ამას განვიხილავთ უფრო ფართო ანგარიშის კონტექსტში, თუ როგორი ჩანს რეჟიმის უსაფრთხოების მდგომარეობა ვლადიმირ პუტინისთვის. მაგრამ მოდით დავუჭოთ ცეცხლის შეწყვეტის აბსურდით. და ნება მომეცით წინასწარ გითხრათ, რომ ეს საუბარი უფრო სულელური იქნება, ვიდრე სერიოზული. ზუსტად ისე როგორც აღლუმი ყოველწლიური ტრადიცია, ასევე რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება დიდი საბჭოთა გამარჯვების აღსანიშნავად. მართლა ეს უბრალოდ იმის საშუალებაა, რომ პუტინმა შეძლოს თავისი აღლუმის ჩატარება შეფერხების გარეშე. არ გაგაკვირვებთ თუ გაიგებთ, რომ ამგვარი ცეცხლის შეწყვეტების დაცვა საუკეთესო შემთხვევაში არათანმიმდევრული ყოფილა. თუმცა წელს უკრაინამ გადაწყვიტა რაღაც სასაცილო გაეკეთებინა. კვირის დასაწყისში ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კი, რუსეთს შეუძლია თავისი ცეცხლის შეწყვეტა კონდეს. თუმცა ის 9 მაისს არ დაიწყება. სინამდვილეში ის 6 მაისს დაიწყება. ამის შემდეგ უკრაინა რუსეთის ქმედებებს გაემეორებს. უკრაინის მიმართულებით სროლა არ იქნება, და შემდეგ რუსეთის მიმართულებითაც სროლა არ იქნება. არ იქნება. იგივე მონეტით. ფაქტობრივად უკრაინა ცდილობდა ეჩვენებინა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტის აბსურდულობა. ვერ იტყვი უბრალოდ, რომ ცეცხლი შეწყდა და თურმე მართლაც შეცვლა ცეცხლი. მესიჯი გასაგებია, რადგან რუსეთმა მართლაც ჩვეულებრივად გააგრძელა ომი. ამიტომაც დაიწყო ვარაუდები თუ რას გააკეთებს უკრაინა გამარჯვების დღეს, მაშინ როცა რუსეთი კვლავ აფრთხილებს, რომ სერიოზული შედეგები მოხვდება, თუ უკრაინა მოსკოვში დღესასწაულებს დაარღვევს. შენიშვნა კრემლს და ყველას, ვინც ამ დიდ ომს არ ადევნებს თვალს. რას აპირებს რუსეთი? უკრაინაში შეიჭრება? მოსკოვს აღარ აქვს სარეზერვო ბარათები, რადგან ყველაფერი უკვე გათამაშებულია, ან სხვა შემთხვევაში გამორიცხულია, რადგან პეკინი უკმაყოფილოდ არჩებოდა. ვერ შეძლებ უბრალოდ იმით დამუქრებას, რომ ომს მოიგებ, რადგან თუ შეგეძლო, უკვე გააკეთებდი ამას. ეხლა თუ ფართოდ შევხედავთ, მე ამ თელ საპასუხო ცეცხლის შეწყვეტის ამბავს ყურადღების გადატანად დავახასიათებდი. ზელენსკის მიერ გამოცხადებულმა ცეცხლის შეწყვეტამ მედიის ყურადღება მიიპყრო როგორც ოსტატურმა ნაბიჯმა, რომელმაც კრემლის ფარისევლობა ცეცხლის შეწყვეტის საკითხში სრულად გამოავლინა. რაც არ უნდა იყოს, ამას პრაქტიკულად არანაირი რეალური გავლენა არ აქვს სამხედრო ვითარებაზე. და არ ვიცი, 4 წლის შემდეგ ვინ დარჩა ისეთი, ვისაც არ ჩამოუყალიბდა აზრი, რომელი მხარეა მართალი. ასე რომ უკრაინა მიიღო ის სარგებელი, რაც შეიძლება მოიტანოს ომის დამკვირვებლებს შორის პოზიტიურმა საინფორმაციო ციკლმა. მაგრამ რეალურად მნიშვნელოვანი ამბავი ისაა, რაც ხდება გამარჯვების დღეს, ან გამარჯვების დღემდე, ცოტების დღემდე, ცოტა ხნით ადრე. მოდი ამაზე ვისაუბროთ. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების დღე თავდაცვის განაწილების ზოგად სტრატეგიულ პრობლემას უფრო მიმზიდველ ვიზუალს სცენს, ეს მაინც მხოლოდ თავდაცვის განაწილების შემთხვევაა. შეიძლება გახსოვდეთ, როგორ მუშაობს ეს დილემა ჩვენი წინა განხილვებიდან, მაგრამ ნება მომეცით მოკლედ შეგახსენოთ.
დაუშვათ, რომ რუსეთს აქვს ორი პოტენციური თავდაცვითი სისუსტე. თითოეულს თავისი უნიკალური მოწყვლადობის დონე აქვს და ასევე აქვს თავდაცვითი რესურსების ნაკრები, რომლის განაწილებაც შეუძლია ამ ადგილებს შორის. თავარი აზრი ისაა, რომ რუსეთმა რესურსები არ უნდა გაანაწილოს თანაბრად ამ ორ ადგილს შორის. ამის ნაცვლად რუსეთმა უნდა გაითვალისწინოს ამ ორი ადგილის შედარებითი მოთხოვნადობა და რესურსები ისე გადაანაწილოს, რომ საბოლოო რისკი ორივე ადგილას თანაბარი იყოს. ეს იმიტომ, რომ თუ 11 რესურსს გამოუყოფ, უკრაინა უბრალოდ უფრო მოთხვლადს დაარტყამს და ყველა თავდაცვითი რესურსი, რომელიც მეორეს მოხმარდა, ფაქტობრივად უსარგებლო აღმოჩნდება. ეხლა წარმოიდგინე, რომ უცებ მესამე პოტენციური სამიზნეც გაჩნდა არსაიდან. საბოლოოდ, სწორედ ასეთი სიტუაცია გამარჯვების დღის აღლუმთან დაკავშირებით. წელიწადში ერთხელ ჩნდება კიდევ ერთი სამიზნე, რომელსაც პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მოულოდნელად ხდება მნიშვნელოვანი პროპაგანდისტვის. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ რამდენიმე მაღალი რანგის პირი მოსკოვის ქუჩებში ღიად იჯდება. სამწუხაროდ რუსეთისთვის აღლუმის არსებობა ჯადოსნურად არქმის ახალ უსაფრთხოების ძალებს. სინამდვილეში კრემლს ისევ იმდენი თავდაცვა აქვს, რამდენიც ადრე ჰქონდა, მაგრამ ეხლა ახალი სუსტი წერტილის დაცვა უწევს. ამგვარად რუსეთი იძულებულია სხვაგან გაანაწილოს თავისი თავდაცვითი ძალის ხმევა, ისევ იმიტომ, რომ ყველა ობიექტზე უსაფრთხოების მოწყვლადობა გაათანაბროს. ამას სამი შედეგი აქვს, რომლებიც შეიძლება თავიდანვე აშკარა არ იყოს. 1. უკრაინისთვის მთავარი არაა თავად აღლუმის მოწყვლადობა. საკითხი უფრო იმაშია, რომ რუსეთის მხარეს შესაძამისი თავდაცვითი რესურსები არ ყოფნის, რის გამოც სხვა შესაძლო სამიზნეების საერთო მოწყვლადობა მნიშვნელოვნად იზრდება. 2. ნებისმიერი ვარაუდი იმის შესახებ, თუ რას შეიძლება დაარტყას უკრაინამ 9 მაისს შესაბამისი მოკრძალებით, უნდა იყოს გამოთქმული. პირველი დონის სტრატეგიული აზროვნებაა, რომ აღლუმი მოწყვლადია, ამიტომ თითქოს ის იქნება სამიზნე. მეორე დონის სტრატეგიული აზროვნებაა, რომ რადგან კრემლი აღლუმის დაცვას მოისურვებს, აშკარად იმ დღეს სხვა არსებული სამიზნეები იქნება დარტყმის ობიექტი. მესამე დონის სტრატეგიული აზროვნებაა, რომ ეს ყველაფერი ტოლობაში გადის, რადგან ოპტიმალური თავდაცვითი განაწილება გულისხმობს, რომ ყველა სამიზნე თანაბრად მოწყვლადი უნდა იყოს. და მეოთხე დონის სტრატეგიული აზროვნებაა, რომ რუსეთს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია უკრაინის შესაძლებლობებზე და ამიტომ ცდილობს დააბალანსოს სამიზნეების მოწყვლადობა უკრაინის შესაძლებლობების საკუთარი შეფასების მიხედვით. შესაბამისად, უკრაინის საბოლოო სამიზნეს ნამდვილად განსაზღვრავს ის ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ კიევს აქვს. შესაბამისად, ჩვენთვის აზრი არ აქვს ვივარაუდოთ, რა შეიძლება იყოს რეალური სამიზნე. რადგან თუ ჩვენ ვიცოდით ამ ინფორმაციას, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კრემლიც იცოდა ამ ინფორმაციას და შესაბამისად, ეს აღარ იქნებოდა კონფიდენციალური ინფორმაცია, როგორც თავდაპირველად იყო ნავარაუდები. და ბოლოს, ჩვენ უკვე ხედავთ პარადის სარგებელს უკრაინისთვის. რუსეთი ვერ შეძლებს ერთი ხელის მოსმით ყველა უსაფრთხოების სისტემის ამოქმედებას მოსკოვში 9 მაისს, დილის 8 საათზე. სინამდვილეში კრემლს უწევს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების წინასწარ, რამდენიმე დღით ადრე გადაყვანა პოზიციებზე. ეს ნიშნავს, რომ უკვე არსებულ ობიექტებს, მაგალითად რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, უსაფრთხოება შესუსტებული აქვს. შეამჩნევთ, რომ უკრაინამ ბოლო დროს უფრო მეტი წარმატება მოიპოვა თავის შეტევებში, თუმცა რთულია განვასხვაოთ გამარჯვების დღის ეფექტი რუსეთის ზოგადი მოუწესრიგებლობისგან. გადავიდეთ დღევანდელი ჩვენი ბოლო თემაზე. პარადი და მის გარშემო არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა იმ დროს მოდის, როდესაც ჩანს, რომ პუტინი სულ უფრო მეტად ღელავს თავისი რეჟიმის სტაბილურობაზე. გაჟონილი ანგარიში, რომელიც დასავლურ მედიაში გავრცელდა და სავარაუდოდ ევროპული სადაზვერო სააგენტოდანაა, მიუთითებს, რომ კრემლი უფრო დიდ პრობლემებშია, ვიდრე საჯაროდ არის ცნობილი. მთავარი მტკიცებების შეჯამებით, ყველა, ვისაც პუტინთან ურთიერთობა აქვს, გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. პუტინი ნაკლებ დროს ატარებს მოსკოვის ბუნკერში და უფრო მეტ დროს კრასნოდარის ბუნკერში. ხოლო ყოფილი თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ პოტენციური გადატრიალების გეგმის ცენტრალური ფიგურაა. მოდით თითოეულ ამ საკითხს შესაბამის კონტექსტში განვიხილოთ. არ ვიცი, რატომ მიიპყრო მეთვალყურეობის საკითხმა ესეთი დიდი ყურადღება, რადგან ეს ასე ჟღერს. პარანოიდული ავტოკრატი იქცევა ტრადიციული პარანოიდული ავტოკრატის მსგავსად. თუ ამას დაუკავშირებთ გამარჯვების დღეს, რუსეთი კვლავ არ ატარებს უკვდავი პოლკის მარშს, რადგან ეს ნიშნავდა, რომ პუტინის გვერდით უამრავი უცნობი ადამიანი იდგებოდა. ამიტომ ვიტყოდი, რომ ეს ინფორმაცია დამატებით ფერს ძენს თემას, რომლის სიმართლეც უკვე ვიცოდით. კრასნოდარის საკითხი უფრო საინტერესოა. ის აქაა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. მოსკოვი აქ ზევითაა.
ისინი დაახლოებით ერთსა და იმავე მანძილზე არიან უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიიდან, მაგრამ კრასნოდარის მიმართულებით მარშრუტი დიდწილად თავდაცვისგან თავისუფალ წყალზე გადის, მაშინ როცა მოსკოვისკენ მიმავალი დრონების ჩამოგდება უფრო მარტივია. ეს გვიჩვენებს, რომ პუტინი უფრო მეტად შიდა საფრთხეებზეა შეშფოთებული, ვიდრე უკრაინულ საფრთხეებზე. ან სულ მცირე, ის თვლის, რომ უკრაინას მოსკოვში აგენტების გადაბირება უფრო მარტივად შეუძლია, ვიდრე სამხრეთ რუსეთში. ასევე საინტერესოა, რომ ის თვლის, დედაქალაქის გარეთ ყოფნა რეჟიმის უსაფრთხოებისთვის უკეთესია, ვიდრე დედაქალაქში ყოფნა. ეს ამოტრიალებს იმ ზოგად ლოგიკას, თუ როგორ მუშაობს გადატრიალებები. მაგალითად, იხილეთ გორბაჩოვის დაპატიმრება დაჩაზე, სადაც მას იზოლაციაში ამყოფებენ, დედაქალაქში მთავრობის სტრუქტურას ამყარებენ და შემდეგ მთელ ოპერაციას დასრულებულად აცხადებენ. ერთი გზა, რომ დღევანდელ სიტუაციას აზრი მივცეთ, არის ის, რომ პუტინი უფრო მეტად ღელავს მის სიცოცხლეზე განხორციელებულ მცდელობებზე, ვიდრე იმაზე, რომ ვინმე ტრადიციული მეთოდებით შეეცდება ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. რაც შეეხება გადატრიალების საფრთხეს, შოიგუ საინტერესო პიროვნებაა, ვიზეც შეიძლება თითის გაშვერა. მას და პუტინს აქვთ ან ჰქონდათ ახლო ურთიერთობა და შეგიძლიათ იპოვოთ უსასრულო რაოდენობის ფოტოები, სადაც ისინი ერთად ისვენებენ. ერთი მოსაზრება თუ რატო არის ან იყო პუტინი მასთან ასე ახლოს, ისაა, რომ შოიგუს მამა ეთნიკურად სიბირის ერთ-ერთი თურქული მოდგმის ჯგუფიდან იყო. შოიგუ შესაბამისად არ იყო საფრთხის შემცველი, რადგან მოსკოვის პოლიტიკური ძალაუფლების მქონე პირები მას ახალ ლიდერად არ მიირებდნენ, თუკი ოდესმე პუტინის გადაყენეთ შეცდებოს ეცდებოდა. აი, რატო იყო ის ასე დიდხანს თავდაცვის მინისტრი და მაშინაც კი, როცა ომმა აჩვენა, რომ ამ როლში არაეფექტური იყო, ის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე გადაიყვანეს. მაგრამ სადაზვერო ანგარიში ამბობს, რომ შესაძლოა საბოლოოდ ის მაინც წარმოადგენს საფრთხეს. როგორც არ უნდა იყოს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ესეთი გაჟონილი სადაზვერო ანგარიში სიფრთხილით მივიღოთ. მარტივია, მთლიანად გააყალბო ეს ყველაფერი, გაავრცელო საზოგადოებაში და შემდეგ უყურო, როგორ რეაგირებს მოსკოვი პარანოით. ალტერნატიული სათაური შეიძლება იყოს, სადაზვერო სააგენტო შესაძლოა გავლენის ოპერაციას ატარებს, მაგრამ არ მგონია ამაზე იმდენი ადამიანი დააგლიგებს. ასევე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გავიგოთ ზოგადი სიტუაცია, რომელშიც რუსეთი ამჟამად იმყოფება. ამ თემაზე სრულად ვისაუბრე გეოპოლიტიკური დახმარების ვიდეოში ჩემს მეორე არხზე, მაგრამ მაინც საჭიროა გავმიჯნოთ პუტინი დასრულებულია, რუსეთი ჩამოშლილია ტიპის კლიკბაიტი რეალური სიტუაციისგან. რუსეთის პოზიცია მნიშვნელოვნად უარესად გამოიყურება ვიდრე ერთი წლის წინ. მაგრამ დიდი განსხვავებაა იმაში, რომ რუსეთი კრიზისულ ზღვარზეა და იმაში, რომ კრემლს ომის ეკონომიკის გადახედვა უწევს. ეხლა შეიძლება მოხდეს გადატრიალება ან რაიმე სახის საპროტესტო მოძრაობა მოსკოვის ქუჩებში. რა თქმა უნდა. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია გავიგოთ რეალობა, რომ ეს მოვლენები ჯერ კიდევ დაბალი ალბათობისაა და არ უნდა ენდოთ კომენტატორებს, რომლებიც ბოლო 2 წელი ამბობენ, რომ რუსეთი 2 კვირაში დაიშლება. ამ საკითხს იმიტომ წევ წინ, რომ ეს უკავშირდება იმას, თუ რა უნდა გააკეთოს უკრაინამ იმ შესაძლებლობით, რომელსაც გამარჯვების დღე აძლევს. პუტინის დამთავრების ნარატივის მიხედვით, საჯარო თავდასხმა აღლუმზე ქვეყნის საბოლოო გადამტეხი წერტილი იქნებოდა. და მესმის, რატო არსებობს ეს ნარატივი. ეს ის ტიპის რამეა, რასაც ფილმებში ნახავდით. ამიტომ ადვილია წარმოიდგინო, როგორ შეიძლება ერთი ბომბის აფეთქებამ ერთ აღლუმზე მთელი ქვეყანა დაანგრიოს. მაგრამ ეს შეიძლება უბრალოდ პოლიტიკური დარტყმა იყოს პუტინისთვის, რომელსაც კრემლი ცდილობს გადაარჩინოს უკრაინელების ველურად წარმოჩენით, რითაც კიდევ ერთხელ ამყარებს კიევის დამორჩილების აუცილებლობას. თუმცა, თუ თავდაცვითი რესურსების განაწილების პრობლემას დაუბრუნდებით, რუსეთმა ყველა ეს რისკი თანაბრად უნდა გაანაწილოს. ჩვენი კლავიატურის მებრძოლების პერსპექტივიდან, ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაზე კიდევ ერთ თავდასხმას ომის მოსალოდნელი სარგებელი ისეთივე უნდა გქონდეს, როგორიც აღლუმზე დარტყმას. ის ფაქტი, რომ მეორე შემთხვევაში უკეთესი ვიდეო მასალა გამოვა, ნულდება იმით, რომ დედაქალაქში თავდაცვა უფრო კონცენტრირებულია და შესაბამისად, უკრაინის წარმატების შანსი იქ უფრო დაბალია. მაშ, რა დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ დღევანდელი დღიდან? ცეცხლის შეწყვეტაზე ურთიერთსაპირისპირო განცხადებები სახალისო გადახვევა იყო, რომელიც ომს არსებითად დიდ გავლენას არ მოახდენს. გამარჯვების დღის აღლუმი რუსეთისთვის უსაფრთხოების სისუსტეს ქმნის, მაგრამ საბოლოოდ რეალური რისკი მთელ ქვეყანაში სხვა მოწყვლად ობიექტებზეც ნაწილდება. და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს ახალი უსაფრთხოების ანგარიში, მაგრამ მასზე ზედმეტად არ უნდა ვრიაგიროთ, ზუსტად ისე, როგორც ომის სხვა დიდ ახალ მოვლენებზე.
ამასობაში თუ გსურთ მეტი გაიგოთ იმ პრობლემებზე, რაც დაკავშირებულია რუსეთის გარდაუვალი დაშლის შესახებ ცრუ განგაშის ატეხვასთან და სხვათა შორის როგორ შეიძლება უკრაინას უკეთესი პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწიოთ, ნახეთ Geopolitics Helpline-ის ის ვიდეო, რომელიც ადრე ვახსენე. თუ დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი. და შემდეგ ჯერზე ისევ გნახავთ. მოიფრთხილეთ თავი,